მამას პირით სკიფურიშულთან მოგის ამბით და მადლობას გიხდით იმისთვის რომ გითმობთ დროს. მერთვა მშვიდობა მოგცეთ, მერთვა დალოცვილი გამყოფოთ, გაგახართ, გაგაზიაროთ, დღევანდელ დღეს გილოცავთ ყველას ჩემო კონსერვატორებს. მამას პირით დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ, ანუ რამდენად დიდი და გარდამტეხი არჩევნებია სინამდვილეში თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ხალხი აქტიურად არის დაკავებული ხმის მიცემის პროცესით. ანუ ჩვენ ერთ მხრივ კი ვამბობთ, რომ მერებს და საკრებულოებს ვაკომპლექტებთ და ვირჩევთ, მაგრამ სინამდვილეში ეს რამდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, მე ძალიან მიყვარს ასეთი საუბრის დაწყება. მოვლენებს ცოტა შორიდან უნდა შევხედოთ. ახლოდა როცა მიდიხარ, უფრო ლოკალურად პატარა სივრცეს ხედავ, შორიდან რო შეხედა, უფრო ნაკლები ემოციაა და უფრო გონება მოდის წინ. და კარგად დავაკვირდებით მოვლენებს. საქმე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტთან. საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა ეროვნული სულისკვეთების კონსერვატიული ფლანგი, კარგად ორგანიზებული ძალა, რომელიც მოქმედებდა ჯერჯერობით პარტიზანულ რეჟიმში. არ მიცეს არანაირი საშუალება, რომ ლეგალიზება მომხდარიყო ამ ძალის და ეს ძალა ღიად აკადემიურ სტილში დაეწყო ამ ძალას მოქმედება. პარტიზანულ რეჟიმში, რა თქმა უნდა, იძულებითი წესით, თუმცა ამ ძალამ მოახდინა ის, რომ ორივე ფლანგი, სახელისუფლებო ფლანგი და ეგრეთ წოდებული პროდასავლელი ფლანგი ალაპარაკა კონსერვატორულ ენაზე. არა მარტო ხელისუფლება ლაპარაკობს უკვე კონსერვატორულ ტექსტებით, არამედ თვითონ პროდასავლელებიც კი თუ მიაქცევთ ყურადღებას, დღეს რო იკრიბებიან ამ ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ აქციაზე 4-ში რუსთაველზე დღეს რო იკრიბებიან. ერთი კითხი აბა ლგბტ პროპაგანდაზე რა სიტყვია, რა სამოფ, უკაც თავს მოიკლავენ ჩვენგან შორსო. მოკლედ, ეს არის კონსერვატიული ფლანგის დამსახურება და დღევანდელი დღე არის დღე, როდესაც ეს ფლანგი, ეს ძალა, ეროვნული კონსერვატული ძალა პარტიზანული რეჟიმიდან გადადის აკადემიური ბრძოლის რეჟიმში. ამ ფლანგს მიეცემა ტრიბუნა და უკვე ტრიბუნის მეშვეობით შეძლებენ მოქმედების გაგრძელებას. საქმე იმაში, რომ საზოგადოებაში არსებობს ჯერ კიდე ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც არ იცნობენ ამ ძალას, არ ქონიათ შეხება და თუ იცნობენ აი იმ ტელევიზიების მეშვეობით, რომელი ტელევიზიებიც ფუნქციონირებს საქართველოში. ეს იქნება სალიბერასტეთის ტელევიზიები თუ სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები. შესაბამისად, როგორც კი ამ ძალას მიეცემა ტრიბუნა, ანუ ბრძოლის აკადემიურ სტილში, როცა გადავა ამ რეჟიმში გადავა ეს ძალა, მოხდება კონსერვატული ფლანგის კიდევ უფრო მეტი გაძლიერება. დღეს მე ველოდები საკმაოდ კარგ შედეგებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა რაიონში, როგორც მინიმუმ ფრაქციები და წარმომადგენლები საკრებულოებში გავლენ ჩვენები. ამიტომ მინდა ვისარგებლო ახლა შემთხვევით და მოუწოდო ყველა ჩვენს მხარდამჭერს გადახედეთ, ირგვლივ დაურეკეთ ერთმანეთს, შეეხმიანეთ ერთმანეთს, ვინც იცით, რომ 3 ნომერზე არის ხმის მიმცემი, შეეხმიანეთ, რათა მივიდნენ, შეახსენეთ ყველას, რომ მივიდნენ არჩევნებზე. უბრალოდ შეახსენეთ, ნუ მოგერიდებათ შეხსენება, არაფერი პრობლემა არ არის, პირიქით, შეიძლება შეხსენებით აღმოაჩინოთ, რომ ვიღაცა ჯერ კიდე არ არის მისული არჩევნებზე და მივა. ასე რომ დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში და ზოგადად თანამედროვე ისტორიაში საქართველოს და ასევე ეროვნული კონსერვატიული ფლანგის მოღვაწეობის კუთხით. პარტიზანული რეჟიმიდან გადავდივართ აკადემიურ რეჟიმში საბრძოლველად. კი ბატონო, დიდი მადლობა მომავალ იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და დაგვითმეთ, რომ დაგემშვიდობებით და მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო მამას პირიდონის კიფურიშვილი. დაგლოცოთ მერტო.